მაშასე ხალხო გიანოსეთ ქალბატონი მარიკა არევაძე გახლავთ ცნობილი უფლებადამცველი კოალიციის წარმომადგენელი და ქალბატონ მარიკა ეგუცფელად გეუბნებით ძალიან მინდა რომ ეს განცხადება მოვასწრო და წავიკითხო დღეს პარასკევი არის და ისე მწყდება გული ოზურგეთის გვერდით არის პატარა სოფელი მოყვარეთი გენო გოლიაძე არის იქა ძალიან კარგი მშრომელი კაცი არის თბილისში მუშაობს აქა და შაბათკვირაობით შადის სოლშვილთან რა არის ეს ვითოლობა რო იყო 9 მეტრა 7 მეტრაზე სახურავი სულ ჩამოექცა სულ დაელეცა და ორჯერ მივმართე ბატონი თალაკვაძე არის ინვე ოზურგეთის გამგებელია თუ გუბერნატორი ნამდვილად არის და ვთხოვე მას რომ თუ კი ხებს დაურიგეთ ამასაც მიეცით შიფერებია თუ რაღაცა ჟესტისი სახურავებია და მართლა ხელმოკლე ოჯახი არის და ისე მწყდება გული იცით აი არ არის ეს ნორმალური ურთიერთობა რომ შერჩევით ურიგებენ ხალხს და მე ურჩევ ამ ემას ბატონ თალაკვაძეს მისი ძმა თუ არა ვწდები პარლამენტარი არის ხო და აი რა მიეცით რა ამ ადამიანს არ აქვს საშუალება რომ იყიდეს ახლა დამეჯერეთ ყველას უჭირს მაგრამ ეს ფიზიკური შრომით ინახავს ოჯახს არ უხის არავით ახლა 9 მეტრა 7 მეტრზე რომ გადაამრალო საკმაოდ დიდი ციფრი არის და არა აქვს ამის სახსრები და თუ აძლევთ სოფლებში ყველას უნდა მისცეთ თანაბრად ეს თანაბრობის პრინციპი უნდა დაიცვან და საერთოდად იცი ეს რაღაც აი უცნაურობა პროვინციებში და პერიფერიებში ესე ვინც ნაცნობია პირველ რიგში ის იღებს თურმე ესეც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილია თანხა რომ გადაიხუროს ჩამოქცეული სახლები და ამკაცთან არ მისულა ჯერ და ეს ყოველდღე წვიმებია გურიაში და ცოდვა ეს მემაპატიეთ რომ დრო წაგართვით მაგრამ მართლა მნიშვნელოვანია იცით ესეცად აი მე გავიგერო თქვენ და ისა თორნიკე ცხვიტარიძესთან იყავით და ესაუბრეთ მას რა განწყობებია იქა და საერთოდ რა ხდება მართლმსაჯულების სფეროში ეგება აი დაგვაკვალიანოთ რა ფაზაში არიან აი დაპატიმრებულები ეხლა აი ვერს მართლა დაავიწყდა ახლა კიდე კარგი რომ დღეს გაახსენეს ხალხს 500-მდე კაცი ნაცემი იყო ნაცემი დამტროული ძვლებით იყო აი მთელი ამ ბოლო 5-6 თვის მანძილზე და ეხლა კიდე აი რაღაცა აი ენით აუწერელი ის არის ბრძოლა არის ადამიანების წინააღმდეგ და ახლა აი დამერწმუნეთ მარიკა განათლებული ქალი ხართ ერკვევით ყველაფერში 200 პოლიციელი რა საჭირო იყო ერთი ადამიანის დაჭერაზე ეს ხო დაშინებისთვისაა მოწყობილი ეგეთ ეს ვიღაცა მგელაძე არის ახალი მინისტრი ნუ ახლა და ამით თუ უნდა რომ თავი გამოიჩინოს რომ ერთი ადამიანის დაჭერაზე 200 კაცს გამოყოფს ეს უკვე იდიოტობა არის და მეტი არაფერი და ცოტა რაციონალურად ხარჯვანეს თანხები კაცო 200 კაცს გადაყვანას მინიმუმ 50 მანქანა ჭირდება და რატო წავენ საწვავს ამდენს საერთოდ რატო რა საჭიროა ორი კაცი მივიდეს და უთხრას ესა და უნდა დაგაკავოთ თუ კანონიერი არის როგორც ჩანს უკანონობის დიდო სტატია ეს ვინმე მგელაძეა და რა ვიცი მე ვფიქრობ რომ ადრე თუ გვიან მაგის ისეთივე მიუღებელი იქნება როგორც დანარჩენი სხვები არიან და თქვენი აზრი მინდა მარიკა მოვისმინო აი სასამართლოში რა სიტუაცია არის თქვენ უფრო ერკვევით ვიდრე ბევრი სხვა ადვოკატებმა ყველაფერი ისით რაც ხდება და მე თვითონ აი გულწრფელად გეუბნებით მეცოდებით ყველა ადვოკატები რატო იცით აი სააკაშვილის დროს შემოიღეს ესეთი რომ შეჯიბრებითობა იყოს მაინც არ არის შეჯიბრებითობა მოსამართლე, ნუ მოდი თქვათ რა, ყველა მოსამართლე პროკურატურის განკარგულებას ელოდება. როგორ უძლებთ ამას და როგორ საქმიანობთ ამაზე ვისაუბროთ? მოგესალმებით პირველ რიგში ვარ მოკაცრავად. მოგესალმებით. ვიცი რომ მანქანაში ხართ, ვიცი. კი, მანქანაში ვარ, ვერ მოვასწარი, შენობაში შესვლა, რომ მე ახლა მოვდივარ სწორედ იზოლატორიდან, სადაც მოვინახულე თორნიკე არის მხნე და არის ბრძოლის განწყობაზე და რა თქმა უნდა გამარჯვების განწყობაზე. ტელევიზორი აქვთ, ხათო იცით? ტელევიზორი აქვთ მათ კამერაში? თორნიკე არის დროებით მოთავსების იზოლატორში და მას მუდმივად არა, მაგრამ პერიოდულად აქვს შესაძლებლობა რომ გაეცნოს ინფორმაციას და მიიღოს ინფორმაცია, თუმცა რა თქმა უნდა ამ 5 დღის განმავლობაში მე ყოველდღიურად მოვინახულებ მას აუცილებლად და მივაწვდი ყველა ინფორმაციას, მნიშვნელოვან ინფორმაციას, რაც ხდება გარეთ და რაც ხდება ასევე უშუალოდ მასთან დაკავშირებით.
თქვენ თავში ახსენეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რა ხდება სასამართლოში და რა სიტუაცია სასამართლოში, ხო? სასამართლოში არის დღეს ძალიან მძიმე სიტუაცია და მოგეხსენებათ, თავიდან რომ დავიწყოთ, სასამართლო არის ისეთი ორგანო, რომელსაც ისეთი რგოლი, ხელისუფლების შტო, რომელსაც ავალია, რომ ქვეყანაში უზრუნველყოს მართლმსაჯულება და ქვეყანაში უზრუნველყოს ის, რომ ადამიანის უფლებები იქნას დაცული. სასამართლო არის ის ორგანო და მოსამართლე არის ის პირი, რომელიც არის აღჭურვილი ყველაზე მაღალი უფლებამოსილებით და რომელსაც შეუძლია, რომ არ დააკანონოს უკანონობა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თუ პროკურატურის ნებისმიერი საქმე, უსაფუძვლო, შეკერილი საქმე, რომელიც შევა სასამართლოში, უკან გაატანოს ისე, რომ არ დააკმაყოფილოს მათი უკანონო მოთხოვნები და ამით ქვეყანაში დაამკვიდროს სამართლიანობა. ამით ადამიანის უფლებები დაიცვას და დაიცვას დემოკრატია, რაც მთავარია, თუმცა სამწუხაროდ დღეს ჩვენ გვაქვს ის მოცემულობა, როდესაც სასამართლომ ნაცვლად იმისა, რომ თავისი ფუნქცია შეასრულოს, მოგვევლინა უკანონობის დამკანონებლად და ორგანოდ, სტრუქტურად, რომელიც თავადვე აკანონებს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ზოგადად ბიბზინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის უკანონობას, უსამართლობას, იმის ნაცვლად, რომ შეებრძოლოს ამ ყველაფერს შეასრულოს საკუთარი რეალური ფუნქცია, რომელიც აკისრია და ადამიანებს უთხრას, რომ რა არ შეგეშინდეთ, რაც არ უნდა მოხდეს, აქ სასამართლო არ დაუშვებს თქვენი უფლების დარღვევას. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვართ ამ მოცემულობაში და ვხედავთ ყოველდღიურად ათობით საქმეს, ეს იქნება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების საქმეები თუ სისხლის სამართლის საქმეები, ყოველდღიურად ადამიანებს აჯარიმებენ კოლოსალური თანხებით, ყოველდღიურად ახდება ადამიანების დაკავება და საერთოდ გუშინ, რასაც ადგილი ჰქონდა, ეს უკვე ჯერ სასამართლომდე არ იყო საქმე მისული, მაგრამ გუშინ, რასაც ადგილი ჰქონდა ნიკამელიას შემთხვევაში, როდესაც ის თბილისის ქუჩებიდან გაიტაცა, სამართალდამცველებმა, ეგრეთ წოდებულმა სამართალდამცველებმა გაიტაცეს და შეიყვანეს იზოლატორში და ახლა უთითებენ თითქოს და ადგილი ჰქონდა მისი მხრიდან პოლიციელის შეურაცხყოფას, რის გამოც ადმინისტრაციული წესით დააკავეს. რა თქმა უნდა, ეს არის სრული სისულელე ერთის მხრივ და ამ შემთხვევაში სისტემა, რეპრესიული სისტემა წამოწყებული აქვს ახალი ტალღა რეპრესიების, რომელმაც უკვე მოიცვა და ასე ვთქვათ, მივიდა პოლიტიკურ ლიდერებამდე, იმიტომ რომ აბსოლუტურად აბსურდული ბრალდებით, კონკრეტულად ნიკამელიას ზურაბ გირჩი-ჯაფარიძის და ცოტა ხანში უკვე ნიკა გვარამიასაც იგივე სიტუაცია ექნება, დაიწყო არარსებული, არალეგიტიმური პარლამენტის რაღაც არარსებული კომისიაზე მისვლის გამო აბსურდული სისხლისამართლებრივი საქმეების დაწყება და პოლიტიკური ლიდერების დევნა ამ ფორმით ციხეში გამოკეტვა. ამის პარალელურად ასევე გააძლიერა წნეხი სამოქალაქო საზოგადოებაზე, სამოქალაქო აქტივისტებზე და დღე არ გავა უკვე რომ აქტივისტები არ დააკავონ ადმინისტრაციული წესით. თუმცა მე ბევრ მათგანთან მაქვს ურთიერთობა, როგორც გითხარით, ახლა მოვინახულე თორნიკე, ვიყავი ადგილზე, მე ხვალ აუცილებლად ვნახავ პირველივე შესაძლებლობისთანავე თათიასაც, ასევე მოვინახულებ ლიკას და თითოეული მათგანი, ვისთანაც აქამდე ყოფილვარ ან მომავალში ანუ ამ პერიოდში მიწევს ურთიერთობა, თითოეული მათგანი არის მხნეთ და გამოდის უფრო მეტი ბრძოლის განწყობით, უფრო მეტად შემართებით, იმისათვის, იმიტომ რომ მან უკვე საკუთარ თავზე იწვნია ის უსამართლობა, რომელიც არ სურს, რომ ამ ქვეყანაში ვინმემ კიდევ ოდესმე ნახოს. აი თორნიკე სხვიტარიძის საქმე რომ ავიღოთ, ეს არის პირდაპირი დევნა ოჯახის, ვინმე მირიან ქავთარაძისგან, იმიტომ რომ თორნიკეს ძმა საბა სხვიტარიძე არის რეჟიმის პატიმარი. ის აბსოლუტურად აბსურდული მიზეზით ჩვენ მქონდა თქვენთან ეთერში მქონდა შესაძლებლობა რომ გვესაუბრა საბა საქმეზე აბსოლუტურად დეტალურად და მაყურებლისთვის კიდევ გავიმეორებ რომ საბა არის ადამიანი რომელმაც 4 დეკემბერს ქორთიართ მარიოტთან, როდესაც ტიტუშკას ფორმაში გამოწყობილმა ადამიანებმა ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ადამიანებმა ჩასაფრება მოუწყეს პოლიტიკოსებს, თავს დაესხნენ პოლიტიკოსებს, ფიზიკურად იძალადეს მასზე, სიტყვიერი შეურაცხყოფებიც იყო, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, რომ იყო ფიზიკური შეურაცხყოფა და ფიზიკური შეურაცხყოფის ფარგლებში, როდესაც საბა იცავდა ერთ-ერთ პოლიტიკოს ქალბატონს და არა მარტო საბა, იქ ბევრი ადამიანი ცდილობდა მოგერიებას, ამ მოგერიების დროს დაზიანდა
გადააყენდა რომელიღაცა ტიტუშკა, რომელიც შემდგომ აღმოჩნდა, რომ თურმე ყოფილა პოლიციელი. როგორ შეიძლება პოლიციელად მივიჩნიოთ ადამიანი, რომელიც პირველი არც ეცნობა ხალხს, ანუ მას არ მოუხდენია ინფორმირება ადამიანების, რომ ის იყო პოლიციელი. მას არ უთქვამს, რომ ის ახორციელებდა ადგილზე პოლიციურ, ანუ სამსახურეობრივ საქმიანობას. ის იყო გამოწყობილი შავებში, არ ჰქონდა არანაირი ფორმა, რითიც შესაძლებელი იქნებოდა მისი იდენტიფიცირება და იყო, ასე ვთქვათ, იმ ჯგუფში, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში თავს ესხმოდნენ ადამიანებს. როგორ შეიძლება ასეთ შემთხვევაში ვინმე გონიერ ადამიანს ეჭვი გაუჩნდეს, რომ ეს შეიძლება იყოს პოლიციელი, მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს ხმარწმენა, რომ პოლიციელი და სამართალდამცავი პირიქით ადამიანს უნდა იცავდეს და ადამიანის უფლებებს უნდა იცავდეს, ადამიანებს იცავდეს ისეთი თავდამსხმელებისგან, როგორიც თავად მოგვევლინა იმ დღეს მირიან ქავთარაძე. აი ესეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ ჩვენ და ასეთი ვითარება დღეს სასამართლოში, სადაც დაკანონებულია შერჩევითი სამართალი. შერჩევითი სამართალი, იცით რატო ვამბობ ამას? იმიტომ რომ მირიან ქავთარაძე, რომელიც ვიდეო მტკიცებულებით ჩანს, რომ თავს დაესხა თეონა ჭალიძეს პოლიტიკოს ხალხს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, არ არის დასჯილი. მის წინააღმდეგ არ არის სისხლისამართლებრივი საქმე დაწყებული და სანაცვლოდ აბსოლუტურად აბსურდული ბრალდებით ჯერ საბას ხვიტარიძე აწამეს სამმართველოში და შემდგომ სისხლისამართლებრივი წესით უკვე მე რამდენი თვეა გამოკეტილიყავთ საპყრობილეში და დღეს უკვე მისი ძმა დააკავეს. ისევ მირიან ქავთარაძის, ასე ვთქვათ, ჩართულობით და მოწადინებით. ასევე თქვენ ახსენეთ ის 500 ადამიანი, რომელიც სასტიკად არის ნაცემი 28 ნოემბრის შემდგომ აქციების დარბევის, ბრუტალური დარბევის დროს და ამ პერიოდში არც ერთი სამართალდამცავის პასუხისგებლობა არ დამდგარა. არც ერთი პირი სამართალდამცველი იქნებოდა ეს თუ ეგრეთ წოდებული ტიტუშკა პასუხისგებაში არ არის მიცემული. შესაბამისად, ჩვენ ვართ იმ რეალობაში, როდესაც ადამიანებზე კანონი კი არ ვრცელდება, არამედ კანონს შეფარულად იყენებს რეჟიმი იმ ადამიანების დასასჯელად, რომლებიც არ მოსწონს, რომლებიც მისთვის საფრთხეს ქმნიან, იმიტომ რომ იცავენ ამ ქვეყნის დემოკრატიას, ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებებს და ჩვენ ევროპულ კურსს და სამაგიეროდ კანონს არ ავრცელებს რეალურად დამნაშავეებზე, რომლებიც კანონს აღვევენ ყველა ფეხის ნაბიჯზე, ძალადობენ ფიზიკურად იქნება ეს თუ ასე ვთქვათ სიტყვიერად. მე არ ვიცი, აი ამ იმას რაღაცა ტალღა წამოვიდა, იცით, საბადონო მარიკა, აი რეპრესიების ტალღა არის, არნახული ტემპით და არნახული სითავხედით გამოირჩევიან ბრალდებლების და გამოირჩევიან მოსამართლეების. როგორ უძლებთ თქვენ ყველანი, აი თქვენი ამ ქარის ხალხი, ეს მითიური შეჯიბრებითობა არ მუშაობს, აი როგორ უძლებთ? ჩვენ ამ ბრძოლას გაუძლებთ და ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე. ეხლა რომ ჩვენ გავჩერდეთ, ეს ნიშნავს, რომ ის ერთადერთი ბარიერი, რომელიც რეჟიმს ამ წუთას აკავებს, მოიშლება, მოირღვევა და უკვე არც ერთი ადამიანი აღარ დარჩება, ასე ვთქვათ, და აღარ ექნება დაცვის შესაძლებლობა, რომელიც დაცვის მექანიზმსაც ამ წუთას ჩვენ ვასრულებთ, ხო? გარდა ამისა, ჩვენ წარმოვადგენთ იმ ადამიანებს, რომლებიც და ვართ ის ადამიანები, რომლებსაც გვინდა ამ ქვეყნის უკეთესი მომავალი. ჩვენ გვინდა რომ ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებები იყოს დაცული, იყოს კანონის უზენაესობა. ადამიანები იმის მიხედვით კი არ იჯებოდნენ ან წახარისდნენ რეჟიმს ვინ მოსწონს და ვინ არ მოსწონს, ან ხელისუფლებასთან ვინ ახლოს არის და ვინ შორს არის, არამედ თანაბრად სარგებლობდნენ ყველა სიკეთით, რომელიც ქვეყანაში იქნება, ყველა მექანიზმით და თანაბრად ისჯებოდნენ თუ კი ისინი ჩაიდენენ დანაშაულს. და არ იყოს ამ ქვეყანაში შერჩევითი სამართალი. ეს არის ბრძოლა, რომელიც არ არის მარტო ერთი და ორი ადამიანის, ერთი და ორი ორგანიზაციის ან პოლიტიკური სუბიექტის ბრძოლა. ეს არის ბრძოლა მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენ უბრალოდ უფლება არ აგვაქვს, რომ ეს ბრძოლა არ დავასრულოთ გამარჯვებით და რა თქმა უნდა, ამ ბრძოლაში არც ერთი ნაბიჯი უკან და არანაირი დაღლას არ ექნება ადგილი და ასევე მნიშვნელოვანია, რომ კი ნამდვილად მეც აღვნიშნე, რომ გააძლიერეს რეპრესიები, გააძლიერეს, გადავიდნენ ახალ ტალღაზე, დაიწყეს უკვე პოლიტიკური ლიდერების სრულიად უსაფუძვლო ციხეებში გამოკეტვა და სამოქალაქო აქტივისტების, ასევე ქალების, გოგონების 19 წლის სტუდენტები გაუშვეს ციხეში. ასეთი რამე საქართველოს ისტორიას არ ახსოვს, ხო, მოახლეს ისტორიაზე მაქვს საუბარი და ამის მომსწრენით გავხდით, იმიტომ რომ ეს არის რუსული რეჟიმი, ეს არის მიტაცებული ხელისუფლების პირობებში
რეჟიმის შიშის გამოხატულება, რომ ჩაბღაუჯებულია მოპარულ ძალაუფლებას, მიტაცებულ ძალაუფლებას და უნდა რომ ეს ძალაუფლება არ დაკარგოს, მაგრამ რა თქმა უნდა, რეჟიმები იშლებიან, რეჟიმები მარცხდებიან და ჩვენც ამ გზაზე ვართ, რაც უფრო გაძლიერდება მარწუხები, ეს მხოლოდ და მხოლოდ მიუთითებს იმაზე, რომ რეჟიმის დასასრული არის ახლოს. უბრალოდ საჭიროა, რომ ჩვენ არ დავიღალოთ, არ მოვდუნდეთ და გავაგრძელოთ ბრძოლა ბოლომდე. 18 და 20 წლის გოგოების ჟურნალისტები ბოდიში სტუდენტები დააჯარიმეს, მაგრამ ეს უჩა ქემაშვილი არის ესეთი. აუჩას არ იგებდა და რატო დააპატიმრეს? აი ეს ხო ჩვეულებრივი მოვლენა არის. ნუ მე არ მესმის, აი ან პათოლოგები არიან ეს პოლიცია ბომბებს ხო არ არიგებდა, რაც ვალუჩებს ურიგებდა ხალხს. აი რა ლოგიკით იჭერენ ესეთ ხალხს? აი მე მინახია, იცით, აი ღამე ძალიან ბევრი ადამიანი საჩუქრებს არიგებს. ახალი წლის ღამეს სულ ყველა ერთმანეთს საჩუქრებს ურიგებს. რა მოხდა, რომ ამ ბიჭმა ალუჩა დაურიგა ხალხს? რატო დაიჭირეს? რა არის ეს? აი რა მიგონა? დაიჭირეს იმიტომ, რომ ყველა ამ ქვეყნის განვითარებისთვის მებრძოლი ადამიანი რეჟიმისთვის არის მიუღებელი. ყველა აქტიური ადამიანი რეჟიმისთვის არის მიუღებელი და რეჟიმს გონია, რომ თუ კი ვინმეს უსამართლოდ დასჯის, ამით ჩაახშობს, ასე ვთქვათ, ბრძოლას და გატეხავს ხალხს. სინამდვილეში ეს პირიქით მოქმედებს, უჩაც ძალიან კარგად არის, უჩაც გამოსულია და ის დარწმუნებული ვარ, რომ გააგრძელებს თავის ბრძოლას უკეთესი საქართველოსთვის და დანარჩენ აქტივისტებს ამ ქვეყნის უბრალოდ მოქალაქეებს, ხელოვანებს და პოლიტიკოსებს გვიძლიერებს ბრძოლის სურვილს და უფრო მეტად გვმატებს ძალას პირიქით ყველა ასეთი რეპრესია და ყველა ასეთი თავდასხმა თავისუფალ მოქალაქეებზე და თავისუფალ სიტყვაზე. აუცილებლად იქნება ამ ქვეყანაში ის დრო, როდესაც აი თქვენ სასამართლოთი დავიწყეთ ჩვენ საუბარი და აუცილებლად დადგება ამ ქვეყანაში დრო, როდესაც ყველა ეს უკანონო გადაწყვეტილება იქნება ეს სამოქალაქო თუ სისხლის ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლებრივი საქმეები, ყველა ეს საქმეები იქნება შესწავლილი კომპეტენტური ორგანოების მიერ და დღეს ადვოკატები რომ უთითებთ იმ სტანდარტებზე, იმ ნორმებზე, რომელიც უნდა იყოს დაცული სამართალდარღვევის დადგენისას, რამდენად დაიცვა კონკრეტულმა მოსამართლემ და ყველა ასეთი მოსამართლის შესაბამისი პასუხისგებაც აუცილებლად მაგათი კარტოდეკა უკვე დევს და რა მინდა ქალბატონო მარიკა კითხოთ ახლა მე ვალერი მეგობისა გელბახიანისგან ვიცი და ჩემთან არაერთგზის მოყვა ეს აი 90-იან წლებში მისი რეკომენდაცია იყო და ზურაბ ჟვანია ძალიან მოეწონა და შემოიღო იმისი დავით აღმაშენებლის ინსტიტუცია ეს პოლიციელები რო არიან სასამართლოში მანდატურების ინსტიტუტი ვალერი გელბახიანმა ოფიციალურად მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს და მოწონებული იქნა და პირველად ეს დაინერგა იმაში პარლამენტში 14 ის იყო მანდატური თუ მე მეხსიერება არ ვღალატოს მე 30-მდე ავიდა და ეხლა სასამართლოებში არის ეს მანდატურები და ღმერთო ბაბატე რა არ მინდა პირად შეურაცხყოფა მევაყენო მაგრამ ჩაფსკვლილები ღიპიანები ბოდიში და ამპარტავნები არიან და გაყარეს მე ბოლო კვირეებში რო უკვირდები ყველაზე უფრო ფაშისტურად მოქმედებენ ეს მანდატურები როგორ შეიძლება პარლამენტი იმისი სასამართლო შენობა დატოვეთო და ყველას ყრიდნენ გარეთ აი ეს უკვე საშიში რაღაცა არის უკვე ეს ფენომენი იცით მანდატურები კი არა აი მერიდება რა მეცხვარი ზაღლებივით იქცევიან ეს მანდატურები განსაკუთრებით მე მინდა ხაზი გაუსვა და აღვნიშნო და ვახსენო თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურები, რომლებიც გამოირჩევიან განსაკუთრებული აგრესიით, არიან აგრესიულები და იყენებენ ადამიანების წინააღმდეგ. მეცაც გეტყვით, მე ვარ ადვოკატი, ლიცენზირებული ადვოკატი და მოქმედი ადვოკატი, რომელსაც მათ შორის სასამართლოში მაქვს არაერთი მიმდინარე საქმე და მეც და სხვა ადვოკატებსაც შეგვიზღუდა სასამართლოში შესვლა. აი რომ გავიხსენოთ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პროცესი წინა კვირას, რომელიც გაიმართა, იქ უშუალოდ ზურას ერთ ადვოკატს საერთოდ სასამართლოში შესვლა აუკრძალეს კინა საადვოკატო საქმიანობაში ჩაერივნენ, იმიტომ რომ არ უჩვევდნენ პროცესზე, იმ პროცესზე, სადაც მას საადვოკატო უფლებამოსილება უნდა განეხორციელებინა და უნდა დაეწყოს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. დიდი ომის შემდგომ ის შეუშვეს, თუმცა მე საერთოდ არ შემიშვეს იმ დღეს სასამართლოს ტერიტორიაზე, სასამართლოს შენობაში და მეტიც ფიზიკურად ძალა გამოიყენეს
ანუ ეს ხელისკვრის ყურაში გამოიხატება ეს ფიზიკური ძალის გამოყენება, რაც ჩემთვის ძალიან შეურაცხყოფელი აღმოჩნდა. ამასთან დაკავშირებით მე მივმართე ადვოკატთა ასოციაციას, რომელსაც რეაგირების ფარგლებში ერთ-ერთი ფორმა ჰქონდა, რომ მიმართა გენერალურ პროკურორს იმისათვის, რომ მომხდარიყო ამ საქმის გამოძიება და გუშინ სრულიად მოულოდნელად დამირეკა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურიდან ვიღაც გამომძიებელმა ამ სამსახურიდან, რომელიც დღეს თუ ხვალ აღარ იარსებებს ერთი და მეორე, საერთოდ ნდობა არ არსებობს არც ჩემი და არც არავის, იმიტომ რომ მათ ანგარიშზე არის ნულოვანი შედეგები და საერთაშორისო სანქციები. არ არსებობს პირი, რომელიც მათ გამოავლინეს და პასუხისგებაში მისცეს. აი იმ 500 ადამიანი ისევ რომ დაუბრუნდეთ, რომელიც აწამეს გააქციების პირობებში, რომლებიც გაიტაცეს, აწამეს, დააპატიმრეს, უფლებების დაურღვიეს და ღირსება შეულახეს, აი მათი მწამებელი არც ერთი პოლიციელი არ არის გამოვლენილი. ამ კატასტროფა, ვარსაჯულების კატასტროფა უნდა იყოს ეს, ვიდეო მასალები არსებობს სისასტიკისა. და არავინ არ აღზრავს საქმეს. მე არ ვიცი ეს სახალხო დამცველი რა დომინოს ეთამაშება, თავის ღოლს თუ რა ხდება. არ უნდა შერჩეთ, იცით ეს აი შიშველი ძალადობა, არ უნდა შერჩეთ მუშტიკრივი. მერიდება რომ თქვა ახლა თქვენ მაინც სასამართლო სისტემის ნაწილი ხართ, მაგრამ ეს მანდატურები უკვე არიან მხეცები რა. ქალებს ჯიკაობით აგდებენ, ნუ ეს უზდელობაა ელემენტარულად. არ ვიცი, თქვენი შეფასება მათ მამაღმერთი ვერ გამოასწორებთ, ანუ ყველა თურმე ყოფილი პოლიციელი არის და იქ მოხვედრა თურმე დიდი ჩაწყობებით ხდება, მაგრამ ვიცით ღირსებას არ უნდა გასწე რა, მოიავადყოფეთ, თავი როცა კრიტიკული სიტუაცია, რას ქვია, ქალები გაყარეთ გარეთ. აი ბრძანებებია, ვიღაცა დავითია იქ მაგათი უფროსი ის. კი ბატონო, ეს ადამიანი, ვინც თქვენ ახლა ახსენეთ, განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა და არის ერთია, რომ შეიძლება კონდეს დავალება მიღებული და იძულებული იყო არ გინდოდეს, გეთხოვოდეს, რომ გიჭირს დავალების შესრულება და მეორეა, რასაც აკეთებს უშუალოდ ის მანდატური, რომელიც თქვენ ახსენეთ, რომელიც მათ შორის სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს ავიწროვებს, ასე ვთქვათ, ფიზიკური ძალის გამოყენებით სასამართლოს დარბაზებიდან ყრის მაშინ, როდესაც სასამართლოს დარბაზში სხდომები არის ღია და ადვოკატებს და ოჯახის წევრებს კი არა, ნებისმიერ ადამიანს აქვს იქ შესვლის და დასწრების სხდომაზე დასწრების უფლება და გადაადგილების უფლება და ეს ადამიანი გამოირჩევა განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, აგრესიით და მას აი ბოდიში უტრირებისთვის, მაგრამ სახეზე აწერია, როგორ სიამონებს ის, რასაც აკეთებს. მართლა რა. გაშინელება ეს რა ვიცი, მიუღებელი უნდა იყოს, ან უნდა შეიცვალონ ესეთები. მე ვფიქრობ, რომ ეს აი ზევიდან მოდის ეს ინსტრუქტაჟი, რომ სასტიკად მოეპყარით, გაყარეთ სასამართლოდან და ნუ აღარა ვარ დემოკრატიული ქვეყანა. თუ კი სასამართლოში სელექცია. გარემოებაც ახლა გამახსენდა და უბრალოდ მალე მინდა რომ დავაფიქსირო თუ მომცემ შესაძლებლობას, რომ სასამართლოში წესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი და უფლებამოსილნი არიან მანდატურის თანამშრომლები, ანუ მანდატურის სამსახურის თანამშრომლები და ჩვენ უკვე ყოველდღიურად ხედავთ, რომ სასამართლოში შესულია შინაგან საქმეთა სამინისტრო და ფორმიანი თუ უფორმო, იმიტომ რომ უფორმო პოლიციელებიც დადიან იქ, პოლიციელები ამყარებენ იმ წესრიგს, რომელიც მათ სურთ რომ დაამყარონ, იმიტომ რომ სასამართლოში წესრიგს არავინ არ არღვევს, არავინ არ ჩხუბობს, არავინ არაფერს არ ასე ვთქვათ, კანონს არ არღვევს, თუ კი მას არ მიხვალ შეურაცხყოფას არ მიაყენებ და ის ადამიანი მერე თავს დაიცავს და გეტყვის ამას რატო აკეთებო და ამ დროს იწყება უკვე ეს ხელჩართული ბრძოლა, აგრესია, როგორც მანდატური სამსახურის, ასევე პოლიციელების მხრიდან და ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს და აუცილებლად დასრულდება. ეს უნდა გაიგონ ამ ადამიანებმა, ვინც ამ უკანონო პროცესში ღებულობენ მონაწილეობას და დღესდღეობით კვებავენ ამ რეჟიმს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი რომ დამთავრდება, აუცილებლად დადგება მათი ქმედებების შეფასების, შესწავლის და დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში პასუხისმგებლობის დრო. აი რა მინდა კითხოთ, იცით, შეიძლება ახლა უდროც იყოს, მაგრამ აი რო უყვირდების აუცილებელი კომპონენტიც უნდა იყოს გეცოდინებათ ალბათ თაწვიდაზე. აი ესე თქვა უზენაეს სასამართლოს დიდი შენობა როა. ზუსტად ან ტყუპისალი არის ქუთაისში. და მე მახსოვს, რომ აი მე-19 საუკუნის ბოლოს, მე-20 საუკუნის დასაწყისში გათბობაც იყო, ცხელი-წყალიც იყო და საბზარეულო იყო, ბუფეტი იყო. ახლა სხვა შემთხვევაში 3 ღამის წინ ძალიან კარგი ფილმი იყო, ამერიკული ფილმი იყო.
ну რა ვიცი რაღაც აი ქურდული სამყაროს და რაღაცები ну მთელი ის იყო მთელი ფილმი აგებული იყო სასამართლოში რა ხდება და აი სასამართლოში ყოფილა სასადილო და 2 საათზე ესე იგი გადიოდა შესვენებაზე და საოცრება იყო იცით ერთ მაგიდაზე პროკურორის სიჯდა მოსამართლეს სიჯდა თუ უნდოდა ნუ იშვიათად შემოდისო მაგრამ მაინც შემოდისო და ადვოკატების ეს რაღაცა იცით აი როგორ გითხრათ პლატფორმა არის სადაც ცივილიზებულად ექცევიან ერთმანეთს მერე სასამართლოში რას დუეტის ფაზაში გადადიან სხვა არის მაგრამ ნებისმიერი პლატფორმა უნდა იყოს შემზადებული რომ ადამიანურობისაკენ და ჰუმანურობისაკენ გადაიხაროს ხალხი და ყოველ შემთხვევაში მანდატურების იქ სადილობდნენ თურმე მე ხა ვერ წარმომიდგენია აი ეს საქალაქო სასამართლო ასე მგონია რომ კგბ-ის შენობა არის რატო არ არის იქ სასადილო რატო არ შეიძლება რომ იქ პროკურატურის წარმომადგენლების და ადვოკატების რომ აი თუნდაც კოქტეილს ვამდნენ თუნდაც რა ვიცი მე ხაჭაპურს ან რაღაც ამ დაგვარს რაღაცა ესეთი უნდა აი შერბილდეს იცით ეს პოლარიზაცია ჩემი აზრით არ ვიცი მით უმეტეს მე მახსოვს საბჭოთა კავშირში რომ სახალხო მოსამართლეებად ითვლებოდნენ ეხლა ნუ სხვაჭო დიდი ისა იდიოტობა რომ არჩევითი არ არის მოსამართლეები რაღაც ზედა საფეხურებზე ვიღაცა გადაწყვიტავს და შეუტანენ მერე და დაამტკიცებენ ხალხის არჩეული თუ კი არის ხალხთან უნდა იყოს და მე თუ მკითხავთ ადრე თქვენ ეს დრო დადგება და იდეა მაქვს რომ ეგ აი ყველა მიფიქროთ ამაზე საათობით იქ ახართ მართლა ნუ 6 და 8 საათი ჩვეულებრივი მოვლენა არის ხო რაღაცა პლატფორმა უნდა იყოს სადაც ყველა თავისუფლად იჯდებიან და ისაუბრებენ თქვენი აზრით ამასთან დაკავშირებით ჯერ პირველ რიგში აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ მართლმსაჯულების განმახორციელებელი მართლმსაჯულებას ერთდროულად ახორციელებს სასამართლო, პროკურატურა და ადვოკატურა, ხო? ეს მართლმსაჯულების განხორციელების ნაწილი. მაგრამ იმისათვის, რომ ცივილური ფორმით მართლმსაჯულება განხორციელდეს, რეალურად უნდა არსებობდეს მართლმსაჯულება, ხო? დღესდღეობით ჩვენ რა გვაქვს ქვეყანაში? გვაქვს ის, რომ პროკურორები აბსოლუტურად აბსურდულად დაუსაბუთებელი საქმეები მოაქვთ იმისთვის, რომ განსხვავებული აზრის და ამ ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეების უსაფუძვლო დევნა განახორციელონ. ამ უკანონობაში ხელს უწყობს მას სასამართლო და ერთადერთი სტო არის, ერთადერთი ასე ვთქვათ, ორგანიზაცია ორგანო და სუბიექტი ეს არის ადვოკატი, რომელიც ცდილობს ამ ყველაფერ უკანონობას გაუწიოს წინააღმდეგობა. ამ მოცემულობაში, რა თქმა უნდა, აზრები განსხვავდება, რა თქმა უნდა, მიდგომები განსხვავდება და რა თქმა უნდა, როდესაც ადვოკატი ცდილობს, რომ უკანონო პროცესში ხელი შეუშალოს პროკურორს და სასამართლო კიდევ უკანონო პროცესს აკანონებს, ამ მოცემულობაში შეუძლებელია ის იდეალური გარემო, რაც თქვენ აღწერეთ, რომ დადგეს დღეს. პირდებით იქნება მალე, ესენი სწავლენ, უნდა შეიცვალოს მიდგომა. შემდგომ, როდესაც რეფორმა ჩატარდება და აუცილებლად ჩატარდება, როდესაც შეგვეყოლება კეთილსინდისიერი და კვალიფიციური მოსამართლეები, როდესაც ჩვენ გვეყოლება კეთილსინდისიერი და კვალიფიციური პროკურორები, რა თქმა უნდა, ყველაფერი ის, რაც თქვენ აღწერეთ, უნდა იყოს, იმიტომ რომ პროკურორი, ადვოკატი, მოსამართლე ერთად ქმნის მართლმსაჯულებას და სამართალს ამ ქვეყანაში. საშინელება ვნახე დღესა ქალბატონო ნათია ის არის ლენინის ორდენები დაურიგა გენერალმა პროკურორმა პროკურორ გოგოებს მე თუ გითხავ უნდა დაემალათ ეს ამბავი რა ყველაზე უპრინციპო ესე თქვა მოთამაშედ სასამართლოებში არიან პროკურორები და განსაკუთრებით არა ვარ ეს გენდერული მის მომხრე მაგრამ სუქალები უზით და სულ ყველანი არიან მაპატიეთ რა ნედლი მასალაა მაგენი არ არიან არც პროკურორები და იურისპრუდენციასთანაც ახლოს გავლილები არ არიან რაღაცა დანაწევრებული მეტყველებაც კი უჭირთ მათ და ვეთქვახრას ყველაფერი შეიცვალოს და ღმერთმა ქნას რომ თავარი გახდეს სასამართლოში არა პროკურორი არა მოსამართლე არამედ ადვოკატი ადვოკატმა აუდიტორიას უნდა დაარწმუნოს და მოსამართლეს რომ სწორი არის ეს და მე იმეც ვიტყოებ რომ ადრე თუ გვიან ეს მოხდება და დიდი მადლობა თქვენ აი ამ გვირობისათვის ქალბატონი მარიკა არებაძე გახდათ ერთ-ერთი ესე თქვა და არ ვიცი თავგადადებული ხართ სამართლიანობის დაცვაში და მადლობა ამ პოზიციისათვის და დიდ მადლობას გიცხადებთ მე პირადად თუნდაც ეს იმაზე რომ რაც თქვენ გამოიტანეთ დღეს ციხიდან ამბავი მე პირადად გამითქვა გული და მიხარია რომ ოპტიმისტური
მთავრად არიან იქ ჩვენი პოლიტიკური პატიმრები. მადლობა ყველას, ვინც გვისმენდით, გემშვიდობებით ხალხო მე პირადად ორშაბათამდე, კარგად გრძანდებოდეთ და იმედს ვიტოვებ, რომ შეწყდება ეს 37 წელი